ბატონო ვიქტორ, ესე იგი ეს თქვენი მიწებია, აი აქ ამუშავებთ თქვენ აი ამ მიწებს. ეხლა ეს ხორბალია დათესილი, ხო? აი ვანახოთ მაყურებელს, მეგობრებო. ესე იგი აქ უკვე დაითესა და სამთარი ამას ეხა და თოვლი და ყინო არაფერს არ უყავს. არაფერს არ უყავს. უკვე ესე მზად არის ესე. აქ ისეთი სორტია, რომ სიცხეების არეშინია. არეშინია, ხო? ნახეთ რამხელა გადაჭიმული ვის არის? აი ეს სუჩემი მინდვრები აი ეს. ძალიან მაგარი ადგილია. და რა მაინტერესებს, ეს ეხლა იქითაც თქვენია, აქითაც თქვენია. ესე იგი ეს არის რა ყველა აქ არის კონცენტრირებული. რამდენი გექტარია რა თქვი თქვენ სულა? აქ ამ ჩემი სოფელთან აქვს 1200 გექტარი. აჰა. აქ არის 1200 გექტარი. ეს ჩვენი სოფლის გვერდზე არის. სულ რამდენი გაქვთ, რამდენი გექტარი? სულ 6000. და თქვენ რა მაინტერესებს, აქიდან ყიზლარის საძოვრებზე რომ მიყავდათ ქართველებს ეს უნდა გაევლოთ, ხო? აი ეს ჩვენი არა, აქ არა, აი იქით არის 30 კილომეტრა ისე გადიოდა გზა. და ბევრი მიწები, საქართველოს მიწები იყვნენ ადრე. ხო. იქ არც უნდა რეხნა და არც უნდა შედიოდა ის მიწები იყო ქართველების გამოყოფილი. და ისე გადიოდა საქართველოს სხვარი ყიზლარში. და ეხლა კი უჟე გადახნეს უჟე. то ადრე იქ ვაც შედიოდა მათო ქართველები გადიოდნენ და მოდიოდნენ. ანუ საქართველოს დაქვემდებარებაში იყო ეს ყიზლარის საძოვრები. სულ საქართველოს იყო. და მე როდის დავკარგეთ ეს შუა. აი ეს დემოკრატია რო წავიდა და როცა გაიყვნენ ეს ქვეყანა რესპუბლიკები რო დაიშანენ და ეს ყიზლარის ხალხი ვინც მიდიოდა ბევრი აქ დასახლდა. ბევრი მოვიდეთ ნახეს აქ მე ეწონათ აქ და აქ დასახლდნენ ჩვენ სოფელს. ვისაც მიყავდა ეს საძოვრებზე. საძოვრები. რამდენი ადამიანი იქნება მაინც ეგეთი? 20 ადამიანი მაინც არის დასახლებული აქ ყიზლარიდან. აჰა, გასაგებია. მე მე შეწავიდნენ საქართველოს და ოჯახები გადმოიყვანეს. ყიზლარი აქიდან რამდენი კილომეტრში არის? ეს ეხა ივანოვკა ასოფელია? ივანოვკადან ყიზლარამდე რამდენი არის ახლა? 160 კილომეტრია. და ეს 160 კილომეტრი მიყავდათ ეს სხვარი აჩერებდნენ აქ მერე და აქ ჩერდებოდნენ მერე აქ. მე მიდიო აგზელებდნენ გზას. და ეხაც არის ხო იქ განვითარებული ეს მეცხოველეობა. არიან იქაც ყიზლარშიაც არის ბევრი ქართველი ხალხი დაციანი. თვითონ ყიზლარში. ხო. გასაგებია. ეხა ჩვენ ვიყოფებით ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც აშენდა ბატონი ვიქტორის ხელმძღვანელობით, მისი დახმარებით. ბატონო ვიქტორ, აი ეს ეკლესია თქვენ ააშენეთ, ეგ პატარა სამლოცველო, იქ მეორე სამლოცველოა კიდე და ტერიტორიაც თქვენ გააკეთეთ, აქ ამას ვნახავთ ჩვენ. ეს როდის გააკეთეთ ეს ყველა? ეს ყველაფერი ჩვენ ავაშენეთ 1999 წელს. დიახ. როცა ჩვენი ხალხს უჯერ აღარ შეეძლო საქართველოში გადასულიყავი და იქ საკლავი გადაგვეყვანა იქ დამოჟნები იყო და ყველაფერი როცა გაცდა ვეღარ წავედი ვერ გავდიოდი და ავდექი და აკავაშენ აქ მამაპაპური ჩამოტანულია ეს ორი ქვა ეს ორი ქვა არის მლეთის ეკლესიიდან ტაძარიდან ჩამოტანული ეს ორი ქვა ესენია ჩამოტანული 1950 წლებში ეს ქვები. ხო. ხონდა ეს ქვები ეგრევე დავტოვეთ აქ და აქ ავაშენეთ ჩვენი ხალხი აქ მოდის ეხლა და აქ ვილოცოთ აქ საკლავები იკლება იქ დაგაჩვენებთ მე. კი ბატონო. ას მეორე ისიც არის კიდე აქ ნიშა. ეს მეორე ნიშა ააშენა ჩვენი დეკანოზმა და ჩვენი ხალხმა. კი ბატონო. მინდა რომ აი ეს ჩვენ აქ ვინც ამას ასრულებს ბატონი კაკო პავლიაშვილი მინდა მოვიწვიო რომელიც გვიამბობს მის შესახებ. მოგესალმებით ბატონო კაკო, თქვენ ასრულებთ აქ გარკვეულწილად აი ამ სასულიერო ფუნქციას, თქვენ ეხმარებით ვრელს და თქვენი აშენებულია ეს მეორე ნიშაც აქ, ხო, მე როგორც ვითხრა ბატონმა ვიქტორმა, მინდა რომ ვანახო. ჩემი ამშვენებული კი არ არის ეს ხალხის. აი რო გითხარით, აი თქვენ თან ფერმერი ხართ, თან გარკვეულწილად ასრულებთ აქ გარკვეულწილად ფუნქციებს, აი თქვენ შესახებ რო გითხრათ, აი რას აკეთებთ აქ, როგორ საქმიანობთ? რას ვაკეთებთ? ხალხი მოდის, როცა ხატობა მოდის, დღეობა. დიახ. მოდიან სანთელს ვანთებთ, ვამწყალობენ თუ ლოცავთ, როგორც ეკუთვნის. როგორც გვასწავლა ჩვენი მამა პაპამ. დავლოცავთ, მერე ჩავდივართ ქვეითა და კეიფობთ, რაღაც დროს ვატარებთ, ხეარულობთ. გასაგებია.
და თქვენ აი ამ ყველაფრის ორგანიზატორი ბრძანდებით და ეხმარებით ყველაფერს. თქვენთან ფერმერული მეურნეობაც აქვს, ხო? ხო. თქვენი თუ ბატონ ვიქტორთან ახართ და თავისი აქვს. თქვენ რამდენი მიწა გაქვთ? მე არა მაქვს ბევრი მიწა ცოტა მაქვს. ცოტა რამდენად? იგი 1 ჰექტარი. კუნელი ყავს. საქართველოში 10 ჰექტარი ესე იგი ბევრად ითვლება და რუდი ცოტა მაქვს ისე თქვით ვიღაც 3000 კვადრატული მეტრი. გასაგები. ფერმა აქვს თავისი. და რა გაქვთ თქვენისა? რამდენი ფერმა გაქვთ? ნუ ვაშენებსა, ქონილსა, ზღვარსა, მოზრებსა, ღორებსა, ფრინველსა. თქვენი ისა ყავთ. ცოლშვილი? ცოლშვილი 2 შვილი მყავს, 3 შვილიშვილი. ხო, ღმერთმა გაგიმარჯოს. და როგორ აგძნობ თავს? აი უკვე დიდი ხანია თქვენ აქ დავადებიდან აქ ახართ თუ ჩამოხვედით? 67 წელიდან ვართ აქ ჩამოსულები. მშობლები 67 წელს ჩამოვიდნენ. და იმ შემდეგს ვაქავართ. ძალიან შესანიშნავია და როგორ ანუ ფაქტობრივად უკვე როგორც საკუთარ სახლში ისე პრინციპში აქ დაბადებული გაზრდილი ხართ და ხო, დაბადებული იქ ვარ საქართველოში, ლენგურის რაიონში. ეს ახალგორი. ხო. სამთვისები ვიყავი რომ ჩამომიყვანეს მშობლებმა აქ. იქ გაქვთ რამე შენარჩუნებული? არა, იქ არაფერი არა. აჰა. და ეხლა მინდა რომ ვანახოთ მაყურებელს. აქ არის ქართველების სასაფლაო, ხო? აი ეგერ კიდე აი. ვანახოთ. აი ეს ქართველების სასაფლაოა, ხო? აქ მარტო ქართველები მარხიან. მარტო ქართველები. აი ეხლა აგერ შემნიშნე რუსეთის დროშა ეს საათყოფა დასაფლავებულია ომში დაღუპული არის, ხო? აი ვანახოთ აგერ სოდა სადაც დროში ბევრია დაღუპული ისე ომში. არიან, იქით არიან კიდე გითხრა. რამდენი იქნება მაინც ბატონო? 5 კაცია. 5 კაცი მარტო ამ კურსკიდან, ხო? ჩვენ წოფლიდან. თუ ივანოვკიდან არის 5 კაცი დასაფლავებული მარტო. ქართველი ღმერთმა ნაცერში ამყოფოს მათი სულები ღმერთმა რა. ძირითადად ეს სასაფლაო როდის გაკეთდა, აი რომელი წლიდან არის? 12 წელში. 1912 წლიდან არის, ესე იგი 1912 წლიდან არის მეგობრებო, ესე იგი ეს სასაფლაო და ქართველების იყო ეს სასაფლაო 1900 ყველა ქართველი ვინ და ესე იგი 1912 არის ეს ქვები შემორჩენილი ახლა? არის. აი ეს არის. კი ბატონო. ბანია. ჩავიდეთ აქა და ვანახოთ ესე იგი რა ლამაზად არის მოწყობილი ყველაფერი. ეს არის ადგილი, სადაც უკვე აქ არის ჩამოდიან ლომისობას და ხალხი ნახე როგორ კარგად არის გაკეთებული ყველაფერი. ეს არის თვითონ აქ არის ესე იგი ზარი არის ჩამოკიდებული. ამ შენობაში რა არის ბატონო ვიქტორ? საკლავი რომ მოდის, აქ მოდის. აი ეს არის საკლავი აგერ მოდის აქ. ნახეთ მოდი ვანახოთ აქა. მოდი მოვიდეთ ვანახოთ. აქ იმდენია რამდენი საკლავი იკლევა ისე აი რო შემოდის? 100-მდე. 100-მდე? ო, 100 საკლავი იკლევა. 100-მდე ეს ცხვარი თუ ცხვარი, ვასომ ცხვარი. ზოგი მოზრს აიკლავს, ზოგი ცხვარს. ნუ მეტი წილი ცხვარია. საკლავენ. გასაგები. აქ ატყაებენ, ყველაფერს აქ ამზადებენ, აქ საის სპეციალურად გაკეთებული რომ ჭიმა იყოს ან სიცხე, აი აქ ხალხი შეყუდებული და ყველა თავი იმას აკეთებს. აქედან მიდის იქ. ის რა არის? აი ეს ნიშები როა თეთრი. ეს ყველა საიდან რომ კუთხიდანაც ჩამოსული, იმათ თავიანთ სალოცავი ჩამოიტანს, ადრესე აი იყო, ნიშებით იყო გაკეთებული. ეს 2 არის, ხო? ხო. 2 და 1 აი მაღლა კიდე. აი შემოღობილი როა ის რა არის აგერ? იქით უჟე სასაფლაო იწყობა. იქ სასაფლაო არის იქ. ხო. იქით სასაფლაო ეს. აი ხა ეს ტერიტორია შემოღობილია ლამაზ. აქ ხალხი ჯდება უკვე, როდესაც სუფრა კეთდება, ხო? ხო. აი აქ მნათები გამოდიან რიგში დგან მნათები. რომელიც ემსახურებიან აქ აი პასუდა ყველაფერი აქ არის. სასმელს ყველაფერს ყიდულობენ, აქ გააწყობენ პურმარის მნათები. და შენ ნოტო მოგაქვს შენთვის თუ რამე გჭირდება დაცალეები და რაღაც სასაჭმელი. საჭმელს აქალაგებენ. მერე მნათები ხორცებში. ნათები ეს რას ნიშნავს? ნათები ასე ნიშნავს, რომლებიც აქ ვალდებულებია რომ აქ მიემსახურონ ხალხს. და ყოველ წელს ახალი გვარი. ანუ მაგალითად ეხა წელს რო იქნება ეს ისა, წელს აი პავლეაშვილები მოემსახურებიან სიტყვაზე, ხო?
მომავალ წელს მოვალს მე მოვალ ხაძელაშვილი. ხაძელაშვილი. მე სეთურიძე. ანუ ყოველ წელიწადს ახალი გვარი, ახალი გვარი ემსახურება ამ ხალხს. აი ნახეთ რა მხელა, რამდენი კაცი ეტევა ახლა იქ ეს გაკეთებული. 300 კაცი ეტევა. 300 კაცი ეტევა. თუ არ ყოფნის მე იქითაც ეს პატარა პლაშატკა გავაკეთეთ ბავშვებს საცეკობაზე. ხო. და ეს ლომისობას არის ძირითადად გიორგობას. ლომისობას. კიდე არის სხვა დროს თუ მარტო ლომისობას იკრებენ. ლომისობას იკრებენ და გიორგობას. აჰა. ქაშოთო წმინდა გიორგი იყო კიდევ. აჰა. ქაშოთობასაც ვიკრებებით. აჰა, გასე. ეს რა შენობაა ეგ რა არის? აქ წამოგაჩვენეთ, აქ გვაქვს პასუდა. ჭურჭელი. აქ წყალი ყველაფერი შემოყვანილი გაქვთ, ხო? წყალი მოგვაქვს, აი გვაქვს, აგე წყალი. მოგაქვთ. და თვითონ ჭა არ არის აქ, აი წყალი როგორ არის აქ თვითონ? არის, აი არტიზიანი დგას აქ. აჰა. და აქ არის ჭურჭელი, ხო? ხო, აქ არის ჭურჭელი, ყველაფერი აქ არის. აჰა. მაშადები. ყველაფერი ნაყიდია, ამ პრინციპი ხალხი მოიდეს აქ პატის სამწყველას. აქ ხორცი იჭრება. აი იქ იჭრება ხორცი და იქ იხარშება. იქ დიდი ჩანები გვაქვს, დიდი ხობები. აბა, ესე იგი აქ იჭრება ხორცი, ხო? ხო, აი აქ იჭრება ხორცი. აი ეს იმისთვის არის მოტანული. აქ კიდევ დიდი ისენი გვაქვს ხობები. აჰა. აქ იდგება 3 ხობი. აჰა. და აქ აი შეშაც აქ არის და აქვე ვადუღებ და აქიდან მიდის მე მოხარშული ხორცი უკვე მაგიდაზე. ძალიან მაგარია, სტამბეშტავი არის. მე სხვათა შორის ჩემდა აქ მე ბატო ჩვენ სოფელი არ გვუჩნდება. აქ სტაროპოლიდან მოდიან, კისლოვოდსკიდან მოდიან, გიორგიევსკი, ბუდიონოვსკიდან, ქალაქებიდან მოდიან ყველა ქართველი. ქართველები არიან ყველა. ქართველები, კი. მარტო ქართველი, გასაგები. ძალიან შესანიშნავი ამბავი არის. მიხარია გულით, რომ აი ესეთი რაღაცები. ვინახავთ მამაპაპურ ტრადიციებს ვინახავთ.